ქართული რობაიების საღამო ასე ეწოდებოდა ელგუჯა მარღიას პოეზიის საღამოს, რომელსაც კლუბმა საზანოვამ უმასპინძლა. შეხვედრაზე პოეტმა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალი კრებული საგანძურის რობაი და სხვა წარუდგინა და დასძინა, რომ სულ მალე მისი 333 რობაი ერთ კრებულად გამოიცემა. შემოქმედებით საღამოს პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე უძღვებოდა. გამომსვლელებმა პოეტმა ერეკლე საღლიანმა, მწერალმა და მკვლევარმა როსტომ ჩხეიძემ, პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ, მწერალმა და მთავრნელმა ზეზვა მედულაშვილმა, ლიტერატურად მცოდნე კახაბერ ლორიამ, მწერალმა ნომადი ბართაიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ, ჟურნალისტმა ჯამლეთ ხუხაშვილმა ელგუჯა მარღიას შემოქმედებაზე ისაუბრეს და პოეტის რობაიები წაიკითხეს. ველოდი რომ კარგი საღამო იქნებოდა, მაგრამ მოლოდინსაც კი გადაარჭება, იმდენად კარგი იყო. აკადემიური, ნამდვილად ქართული სულისკვეთებით გამორჩეული და სხვაგვარად შეუძლებელიც იყო იმდენად კარგი რობაიები გვაჩუქა ელგუჯა მარღიამ. უკვე 333 რობაის ავტორია, მალე გამოვა მისი წიგნი, რომელსაც ასე ქვია დროის არითმია 333 რობაი. დღეს უკვე გვაქვს მისი 3 წიგნი, 3 შედარებით მომცრო კრებული და ეს წიგნი იქნება უკვე თავმოყრა ყველა რობაის და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ყველა ვინც ესწრებოდა ამ საღამოს იზიარებდა იმ შეხედულებას, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უკანასკნელი წლების ქართულ პოეზიაში და მნიშვნელოვანია ის, რომ ელგუჯა მარღიამ შექმნა ნამდვილად ქართული რობაი, რომელშიც აისახა ყველა ტკივილი, რაც აწუხებს ჩვენს სამშობლოს დღეს, თანამედროვე ქართული რობაი, რომელსაც არც ლირიზმი აკლია, არც ტრაგიზმი აკლია, არც სულისკვეთება აკლია და ამიტომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტია. აფხაზეთის რობაი გამსჭვალულია იმ იმედით, რომელიც ღვივის ყველა ქართველის გულში და ღმერთთან უკნას, რომ სხვაგვარად იყოს. ჩვენი იმედი არის გამოხატული ამ რობაიში და ესეც გამოარჩევს ელგუჯა მარღიას რობაიებს, აი ეს დიდი იმედი. რობაი არის ლექსის ურთულესი ფორმა. დიდი სათქმელი უნდა ჩატიო მცირეთში და ეს ყველას როდი ხელეწიფება. ელგუჯა მარღიამ გააქართულა რობაი. წარმოგვიდგინა თავისი დიდებული პოეზია და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანმა მიიღო ძალიან დიდი სიამოვნება. ნამდვილი ზეიმი იყო ქართული პოეზიის, კონკრეტულად ამ ჟანრის რობაის. ჩვენ აღარ გვინდა სხვა მხარეს გახედვა ამ ჟანრის საძებნად და ეს დადასტურდა ახალი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ავტორის გამოჩენით ჩვენს ქვეყანაში. მე პირდაპირ ხმამაღლა ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელია, ძალიან ზუსტია, ძალიან ქართულია ელგუჯა მარღიას რობაი. ნამდვილად ძალიან რთულია პოეზიის ენაზე. ჩადიო მთელი ისტორია, ჩადიო ერთი ადამიანის მთელი ცხოვრება 4 სტრიქონში და ის ამას ახერხებს ბრწყინვალე. ქართველი ომარ ხაიამი, ქართული რობაიების მესაძირკვლე, ახალი სიტყვის მეკვლე, ასე მიმართავდნენ პოეტს მეგობრები და კოლეგები. შეხვედრაზე აღინიშნა ელგუჯა მარღიას წვლილი ახალი სალექსო ფორმის შემოტანით ქართულ პოეზიაში, რაზეც როგორც საღამოზე ითქვა მომავალში ლიტერატურის მკვლევარები აუცილებლად ისაუბრებენ. ელგუჯა მარღიას რობაიები არის მოვლენა თანამედროვე ქართულ პოეზიაში, გამორჩეული თავისი სიღრმით, თავისი სილამაზით, თავისი შთაგონებით. იგი მიმართავს ომარ ხაიამს, რომ შეიწყალე ჩემი რობაიო და მას აქვს უფლება, რომ ომარ ხაიამს მიმართოს, იმიტომ რომ მაღალი დონის რობაი შექმნა. ეს არის ჟანრი, რომელიც აქამდე ასე წარმოჩენილი არ ყოფილა ქართულ ლიტერატურაში, იყო ცდები, საგულისხმო ცდები, ოღონდ ასე მკვეთრად არ იყო და ბატონმა ელგუჯამ შეძლო ის, რომ მოეპოვებინა ქართული რობაისთვის ძალმოსილება და გახსნა ახალი სადინარი ქართულ ლიტერატურაში. აქამდე ელგუჯა მარღია იყო ერთ-ერთი პოეტი საერთო მდინარებაში, ახლა უკვე ავანგარდშია და ერთ-ერთი რჩეული პოეტია. ჟანრების ნომინალიზმის ეპოქაში ელგუჯა მარღიამ რობაის კანონიკურ საზომს მიანდო თავისი სათქმელი და ეს ძალიან კარგად მოახერხა. თუ ერთი ცნობილი ძალიან გამოთქმის პერიფრაზს გავაკეთებ, თითქოს მასში ომარ ხაიამის სული ჩასახლდა, მაგრამ ეს ქართველი ომარ ხაიამია, რადგან მისი რობაიები ეროვნული თემატიკით
თემატიკით არის აღსავსე, სამშობლო სიყვარულის განცდა არის ძალიან წრფელი და ამ რობაიებში არ არის არც ერთი ყალბი ფრაზა, ის ძალიან ლაკონურად და ზუსტად ახერხებს თავისი სათქმელის გადმოცემას. ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძენს რობაი ელგუჯა მარგიას ხელში და არა მარტო ბატონმა ელგუჯამ აღმოაჩინა რობაი, არამედ რობაიმაც აღმოაჩინა ავტორი, რომელიც მას ქართულ ტრადიციულ ლექსზე დააყრდნობს, მაგრამ ამასთანავე ახალ სიტყვასაც იტყვის. ელგუჯა მარგია სულოცა და მანანას მის მეუღლეს, მის მშვენიერ მეუღლეს. იცი გუჯამ ხელი მიჰყო ისეთ შემოქმედებას, რომელსაც სხვას ხელი არ მიუწვდება და ამით ის რა თქმა უნდა განსაკუთრებულია და რა ბედნიერი კაცია, რა ბედნიერი ადამიანია, რომ ქართულ ეროვნულ მეხსიერებაში მისი სახელი და გვარი ჩაიწერება თანაც ზეპირსიტყვიაში კი არა, წერილობითში, რა თქმა უნდა. და სამუდამოდ დარჩება თავისი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, ჩემო კარგო, რომ აი მანანას თანხლება და მისი ზრუნვა და მისი სიყვარული რომ არ ამგონი, რომ ეს რობაები გაჩენილიყო. და რაც თავარია მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ გუჯა მარღია იცი უმკურნალა და გადაარჩინა ჟანრი პოეზიის და წიგნად დაგვიდო და შეიძლება მიმდევრები გაუჩნდეს მომავალ თაობაში და რაჯობია. თბილი და ემოციებით აღსავსე საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა მუსიკის თანხლებით ახალგაზრდა მსახიობის გიორგი კაჭახიძის მიერ წაკითხულმა რობაიებმა. ირგვლივ ხდება კლოუნა და ნამდვილი ცირკი. ამჯერად უფრო მაფიქრებს და ნაკლებად მიკვირს სულით ბრმა ვეღარ დაინახავს ნამდვილ სიკეთეს, ვინც სათმოებას თესავს ხშირად სიძულვილ სიმქის. არ იწუწუნო არასოდეს შენი ცოდვები, მოინანიე, მოიშორე ფულზე ლოდები. ამ ქვეყანაზე ცოცხალი რომ დაიარები დააფასე და სხვა სიმდიდრეს ნუ ელოდები. ხან მილიკია ეს ცხოვრება, ხან ეწვის ხიდი. ღირსებით გავლას გამძლეობა სჭირდება დიდი. სხვა რა უნდა თქვა. დასჯილია ადამიანი, ტანჯვით მოსული, ამ ქვეყნიდან ტანჯვით ვერ მიდის. უფალმა ყველას დაგვაკისრა ჩვენი ვალი. გქონდეს სახელი, ღირსეული, დავტოვოთ კვალი. და იმასორე, უმოქმედოდ ისე გაქრები, როგორც უეცრად გაფანტული ნისლი და კვამლი. მე ვარ მონაწილე რობაის დაბადების. მე ხედავ როგორ იბადება რობაი. მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ ადამიანის გვერდით და მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეუქმნას ამ ადამიანს ის სასურველი გარემო, რომელშიც ის დაიბადა როგორც რობაისტი და ამაში თუ ჩემი პატარა წვლილია ეს მაბედნიერება. კარგად თქვა ერეკლე საღლიანმა, რომ აი მეგრული სულიც, აი რაღაცა ისეთი ხიბლი მარგალიტი იგრძნობა მის რობაიებში. აქ ძალიან ბევრი რამის სინთეზია. კიდევ ერთხელ ულოცავ ელგუჯას ამ დიდ წარმატებას. მე მინდა რომ მისი რობაიები ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე მინდა რომ გაიცნოს საქართველოს პარკლების გარეთაც ელგუჯა მარღია როგორც პოეტის საზოგადოება. დიდი მადლობა ხევანდელი საღამოს ორგანიზებისთვის საზანოვას, ბატონ საზა მარჯანიშვილს, ქალბატონ მარინა სალუქვაძეს. დიდი მადლობა მობრძანებულ საზოგადოებას, ქალბატონებს, ბატონებს. დიდი მადლობა გიორგი კაჭახიძეს, რომელმაც ასე შესანიშნავად წაიკითხა რობაიები, ჩემი და ძალიან გამახარა. დიდი მადლობა იოსებ ჭუმბურიძეს, რომელიც წარუძღვა ასე ლამაზად. ყველა გამომსვლელს
განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა როსტომ ჩხეიძეს, რომელიც არის ჩემი ყველა რობაიების წიგნის რედაქტორი. ეხლა მეოთხე ასე ვთქვათ გაერთიანებული კრებული გამოდის. წლის ბოლოს 20 დეკემბერს იქნება 333 რობაია. რა შემიძლია თქვა, მართლა მიხარია ძალიან და დიდი მადლობა თქვენს რომ მობრძანდით და დამაფასეთ და ეს ყველაფერი აღნუსხეთ თუ შეიძლება ითქვას. ჩემი სათქმელი არის ის ტკივილი და ის წუხილი, რაც ჩვენ ყველას ტკივა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ყოფა, დღევანდელობა, ისტორია, მომავალი და ამას უტრიალებს ეს და ამიტომაც მოინათლა ეს და ამიტომაც დაერქვა უბრალოდ ამას დაარქვეს დიდებულმა შემფასებლებმა ქართული რობაია. მე ვერ წარმომიდგენია იმ ქართველების, ვინც ნიჰილისტურად, ვინც ძალიან ისე ზერელედ და ვთქვათ ისე უყურებენ ამას. იმიტომ ჩვენ ძალიან იმედით უნდა ვიყოთ განწყობილი, იმიტომ რომ იმედი თუ მოკვდება, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებ და დასრულდება ჩვენი არსებობას და მე მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებ. მჯერა და იმიტომ დავწერე ეს რობაის რომ დაბრუნდება აფხაზეთი ნამდვილად. საღამოს დასასრულს პოეტმა მისი პოეზიის მოყვარულებს რამდენიმე ახალი რობაი წაუკითხა, მათ შორის აფხაზეთის თემაზე. დედის რობაი 1951 წლის 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე დაიბადა დედაჩემი. კარზე მოგვადგა ქრისტეშობა, გულის ნადები, სურს გაგიმხილო, გჩუქნის სულსაც სავსეს დარდებით. ახალი წელი შენთვის არის დაბადების დღეც და შენთან ერთად დედაჩემო მეც ვიბადები. აღმოცენების რობაი სანამ აქავართ ჩვენში უნდა ვპოვოთ ედემი გულში სიკეთის ღუღუნებდნენ მუდამ ტრედები ბოლოს მიწაში უფლისაგან დათეს სილები უფალმა იცის ცაში როგორ აღმოცენდებით. აქ არის აფხაზეთის ტელევიზია, მინდა ეს რობაიც გაჟღერდეს. გაბრუნების რობაი. მე ველოდები იმ შვენიერ დღესა და იმ წამს, როცა გადავშლი, წავიკითხავ მშობლიურ რიწას, როგორც მდინარე უბრუნდება ძველ გზა კალაპოტს, დაგვიბრუნდება აფხაზეთის სეცაც და მიწაც.